მოგესალმებით მეგობრებო. ახალი გაშლით მოვედი. ჩემმა ერთ-ერთმა კლიენტმა მთხოვა გამეკეთებინა გაშლა საჯარო და გაგვეგო რა ინფორმაცია სურს სამყაროს მიაწოდოს ორი ვარიანტის სამფიქრებელ ადამიანებს, რა არიციან, რა ინფორმაცია არის საჭირო ამ ეტაპზე მათთვის არის დაფარული. და მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა. ვარიანტი ორი მექნება, პირველი ვარიანტი იქნება ესეთი ლამაზი მთვარის ქვა, მეორე იქნება კვარცი. და ვნახოთ. ვინც პირველი ვარიანტი აირჩიეთ, მოგესალმებით. გამორკო ამ ეტაპზე ჯერ როგორ ენერგიებში ხართ? ნახოთ. არაჩვეულებრივ ენერგიებში ხართ, პირველი ვარიანტი ვინც ჩაიფიქრეთ. თქვენთვის ეს გაზაფხულის პერიოდი არის ახალი გამოწვევების, საინტერესო პროექტების, თავისთავის გამოვლენის საუკეთესო პერიოდი, მინდა ვთქვა. ამ ეტაპზე მაქსიმალურად იმყოფებით ძალიან დადებით ვიბრაციებში პირველ რიგში მაგას ვიტყვი. და ესეთი მოწადინებული ხართ და ფიქრობთ, რომ ყველაფერი გამოგივათ. ძალიან ესეთი თავდაჯერებული ბრძანდებით. შესაძლებელია უკვე რაღაცეებმა წინსვლა დაიწყო კიდევაც. უკეთ მომწონს თქვენი სიტუაციები. თან ასევე როგორც ჩანს გისწავლიათ ამ თქვენი ენერგიის დაზოგვა, ამ ეტაპზე პირველი ვარიანტი მაქსიმალურად ვცდილობ შენ თავზე კონცენტრირებას და საქმეები, რა საქმეებიც უნდა იყოს ეს სიახლეები, ყველაფერში აქ ყველაზე მაღლა აყენებს საკუთარ თავს. ძალიან დასაფასებელია და ზედმეტად არის ხარჯები, როგორც ადრე აკეთებდი ხოლმე. კარგი. ნახოთ უკვე ცოტა რაღაცები ჩქარობს კიდევაც და ჩქარობს სიმშვიდე, ჩქარობს ჰარმონია, მოკლედ რაღაცები როგორც ჩანს გადალახე. და სამყარო ეხა ახალ ფურცელს გთავაზობს. ნახოთ აბა რა უნდა ვიცოდეთ. ნახე აქ უკვე რა ხდება, აქ უკვე პირად საკითხებს შეეხო და როგორც ჩანს აი ეს ბედნიერი მომენტები, ეხლა რასაც შეიგრძნობ, აქამდე ძალიან რთული მისაღწევი იყო, რადგან პირველი შესაძლებელი არის ვიღაცების რაოდენობა, მთლიანი ახლა საჯაროა ვერ ვიტყვი ბოლომდე, მაგრამ დიდი რაოდენობა, მოდი ესე ვთქვა 50% მაინც შესაძლებელი არის უკვე თითქმის დაშორდა თავის პარტნიორს. და აი ეს მზის არკანი, ეს სილამაზე არკანი არის თქვენი თავის ხელახლა დაბადების მიმანიშნებელი. ტარო გესაუბრება, რომ აუცილებლად აი როგორი ტყუილების გადატანაც მოგიწია საკმაოდ დიდი ხანი ამ ადამიანის გამო, როგორი თბილი ურთიერთობაც არ უნდა ქონდა რაღაცა მომენტში და რა ემოციებიც არ უნდა გახსენებდეს თავს ამ ეტაპზე, ახლა გაშლის დროს და ჯერ კიდევ როგორც ჩანს მერყეობ, ბოლომდე არ ხარ მაინც დაშორებული. თითქოს უკვე გრძნობ მის გარეშე, რამდენად კარგად ხარ, საქმეებიც უკეთ მიგდის, მაგრამ რაღაც ნაწილი მაინც მერყეობს, ხო? აი ეს 50-50, იმიტომ ვთქვი, ვინც უკვე გადალახა წინ ძალიან პოზიტიური პერიოდი გელოდება, ვისაც ჯერ არ გადაურეხავს ეს სიტუაცია, ვიღაც ადამიანთან ეს ახლა მამაკაცზე მაჩვენებს, მაგრამ შესაძლებელია აქ იყოს მეგობრის თემაც, ხო? მაინც საჯარო გაშლა. ბავშვობის მეგობრის თემაც კი შეიძლება იყოს. იცოდე რომ აუცილებლად უნდა გახდე მკაცრი. და უნდა იცოდე რომ ეს ადამიანი აღარ დააბრუნო შენ ცხოვრებაში. შენ თავს მიხედე, შეიძინე ახალი მეგობრები, ან თუ ერთხელ ვიღაცამ გაგიცრუა იმედები, ასე ვთქვათ, მასზე ნუღა დაამყარები მეც ხელახლა, იმიტომ რომ არ არის გამართლებული ენერგეტიკულადაც და ისევ რაღაცა ილუზიებში შეიძლება ჩავარდე
შესაძლებელი არის ეხლა ამ სიტუაციას უყურებდე ძალიან შეფერადებულად, მაგრამ რეალობა ის არის, რომ მოგიწევს გადაწყვეტილების მიღება და აქ რაღაცა პროცენტული რაოდენობა იცი რა ხდება ჩემი გოგოები, ვინც პირველი ვარიანტი ჩაიფიქრეთ, ეს შესაძლებელი არის ურთიერთობაში, ნებისმიერ ურთიერთობაში რაღაცა მომენტში, ხო? თქვენი ბრალიც ყოფილიყო, თქვა, ადრე არ მოიქეცით კარგად თქვენ ჩაფიქრებულ პიროვნებასთან, ეხლა თან ვინც, რა თქმა უნდა, ყურების დროს ვინც გაგახსენდათ ის არის, ეგ უნდა იცოდეთ. და რაღაცა მომენტში თითქოს მხოლოდ ის გადაგჩენიათ რაღაც წარსულის ტკბილი მოგონებებით იჯეროთ გული და ახლა უკვე არაფრის აზრი აღარ აქვს. აი ორნაირი გამოვიდა, ასე ვთქვათ, ეს გაშლა. არის აქ პირადი ურთიერთობა, საიდანაც პირდაპირ რჩევაა და სამყარო გეუბნებათ, რომ აქედან უნდა წახვიდეთ, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე კარგი გამოსავალი და უკვე ამას თქვენ გრძნობს და აღარ შეეწინააღმდეგოთ. სამყაროც თქვენ გვერდით არის. მეორე შემთხვევაში არის აქ უკვე მეგობრების თემა და მეგობრებთან რაღაცა შესწომები გაქვთ, როგორც ჩანს, დაშვებული და ეს რაც ხდება არის ამ ეტაპზე თქვენი ბრალი და თქვენი ხასიათიდან გამომდინარე, ეხლა ზუსტად იმას იწვნევთ, რაც დაიმსახურეთ სამწუხაროდ, არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ რა მდგომარეობაც არის, ეს არის ეხლა დამსახურებული სამყაროსგან. და შემდეგში არის რჩევა, რომ უნდა გაუფრთხილდეთ ასეთ ურთიერთობებს და არ უნდა ატკინოთ გული მეორე ადამიანს. გასაგებია. ეხლა ვნახოთ კიდევ რა სურს სამყაროს გითხრათ. ერთსაც დავამატებ. ისწავლეთ გაშვება აუცილებელია. რაღაცებს გასცდის ვადა. და ვადაგასული მავნეა თქვენი ჯანმრთელობისთვის, მენტალური, ფიზიკური და ნებისმიერ შემთხვევაში გაგაძლიერეთ, რაც არ კლავს, აძლიერებს, ზუსტად ეგ თემა არის ჩემო გოგოებო. მეტი გზა არ არის, ვისაც რაღაცა პრობლემები გაქვთ ახლა ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, ეს ესე უნდა მომხდარიყო. ამით თქვენ ბევრ რამეს ისწავლით, თქვენ უფრო მეტად გაძლიერდებით, უფრო სიბრძნე შემოვა თქვენში და იგივე შესაბამის აღარ გაიმეორებთ. ეხლა ეს უკვე მეგობრობის თემაზე რაც არის. ასევე პირად ურთიერთობებშიც რაც ხდება, უნდა მიიღოთ სიბრძნით, გაგებით მოეკიდოთ ამ ამბავს, თან უნდა დატკბეთ, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ამბები გელოდებათ წინ. და შემდეგზე იქნებით უფრო ჭკვიანები, უფრო წინდახედულები და აი მოკეთ ეს მზის ენერგია, რაც მე ძალიან მიყვარს. აი ამ ენერგიას გიგზავნით პირველ ვარიანტში ჩაშლილ ორ ვარიანტს მინდა რომ ძალიან ბედნიერები იყოთ, არაჩვეულებრივი პერიოდი გელოდებათ და რა გამოწვევით არ უნდა იყოს, იცით, თან იცით, კაი გოგოები მიყურებთ, იცით ვიცი რომ ეს ყველაფერი თქვენთვისაც ცნობილია, თუმცა რაღაცა ეტაპზე ცოტა ეჭვი გიჩნდებათ, ხო? მაგრამ იცოდეთ რომ აუცილებლად სამყარო მოგიძღვნით ახალ დიდი ენერგია მოდის, დიდი სიყვარულის, აი რაღაცა იმდენი სათქმელი მოდის, რომ წესიათ ვეღარ ვუყრითალთ. ანუ სამყარო მოგიწვნით ახალ შანსებს, ახალ შესაძლებლობებს, მოგიწვნით დიდ სიყვარულს და პოზიტიურ ენერგიას. სამყარო თქვენი მეგობარია, ის არ არის თქვენი მტერი. მოდი ესე დავასრულებ, სანამ კიდევ სამის ვიტყვი. მადლობას გიხდით პირველ ვარიანტო და ეს თვარისქვაც როგორც ჩანს ტყუილად არ აგირჩევიათ, ზუსტად თვარესავით ხართ ახლა ამ ეტაპზე გაორებული. მოგესალმებით მეორე ვარიანტს, ვინც აირჩიეთ ვარცი, ნახოთ აბა მეორე ვარიანტო. როგორ ენერგიებში ხარ ამჟამად? ცოტა როგორ ენერგიებში მეთქი და ცოტა მაინც კარგად ვერ მიდის მეორე ვარიანტის საქმეები ამ ეტაპზე. ცოტა სირთულეები შეიძლება გქონდეთ. ნახოთ აბა ენერგეტიკული მდგომარეობა. მიუხედავად ამის, ხართ სიძლიერით სავსე, შემართებით სავსე, როგორი ძლიერი გოგოები მიყურებთ ორივე ვარიანტში. როგორი დამოუკიდებლები, აი მოქმედებს ეს გაზაფხულიც მინდა ვთქვა. მეორე ვარიანტს ენერგეტიკული მდგომარეობა აქ ძალიან საინტერესო, ცვლილებებით სავსე არის. აქ არის ახალი ნაცნობობა,
აქ შესაძლებელია მეორე ვარიანტი ამ ეტაპზე საინტერესო ურთიერთობას იწყებდეს პარტნიორთან. გაზაფხულს თავისი მაინც მოაქვს. და ასევე მეორე ვარიანტი არის ისეთი ადამიანი, რომელიც ერთ ადგილას არ ჩერდება, ხასიათში ზის ცვლილებებისაც მის სიყვარული, არ უყვარს ასეთ ადამიანს მონოტონური ცხოვრება, შესაძლებელია ვიღაცები გეგმავთ სადმე წასვლასაც, ეშება იყოს სწავლის თემაში, შეიძლება იყოს უბრალოდ ახალი ადგილების აღმოჩენა და საკუთარი თავის შესწავლაც ამავდროულად. მეორე ვარიანტის ენერგიების მე ძალიან მომწონშება, რაღაც ინფორმაციებსაც ელოდებოდეთ. ვიღაცებისგან ზოგი სასიყვარულო, ზოგი უფრო მნიშვნელოვანი კარიერული თვალსაზრისით და ასე შემდეგ. ეს რატო არის ეს რა ხდება? ნახეთ სამყარო რას გეუბნებათ. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, სამყარო გეუბნებათ ჯერ ბოლომდე არ იცით, რომ შესაძლებელი არის ეს ახალი ურთიერთობა ამ ადამიანთან აღმოჩნდეს საკმაოდ კონფლიქტური, ანუ ეხლა ვინც იწყებთ ურთიერთობას, შეიძლება ამ ეტაპზე ძალიან კარგად გეჩვენებოდეთ, აქ არის სურვილი მუდმივი კონტაქტის, საინტერესო მუცელში პეპლები და ამბები, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ადამიანი ძალიან ჯიუტია და მალე გამოავლენს უკვე რაღაცა ისეთ სიტუაციებში შეზღუდვებზე დაგელაპარაკებათ, მალე თავის რქიან ხასიათს გაჩვენებთ, მოკლედ ესე რომ თქვა და გირჩევთ, ჯერ არ იცით სამყარო და გირჩევთ, რომ აი ვინცაც ახალი დაწყებული გაქვთ ეს ურთიერთობა, ის მამაკაცი ისეთი არ არის, როგორიც თქვენ გგონიათ. აჩვენებს ძალიან ემოციურ და თბილი, ტკბილი რაღაც ისეთი, როგორც დასაწყისში ჩანს ხოლმე ხშირ შემთხვევაში ურთიერთობებში ადამიანები ჩანან, მაგრამ რეალურად ძალიან მომთხოვნი არის ეს პიროვნება და სამომავლოდ თუ მაინც მოგინდებათ გააგრძელება ამ ადამიანთან ურთიერთობის, იცოდეთ, რომ ძალიან დაზიანებული იქნებით და რაღაცა მომენტში ძალიან გულცივიც კი გახდებით. ანუ აქ ის ენერგია თავიდან, რასაც ახლავს დააწყებას ურთიერთობის სასიამოვნო ენერგია, ხო? თქვენ შემდეგ ასეთ მდგომარეობაში ჩაგაყენებთ ხლების დედოფალის პოზიციაში და მოგიწევთ რაღაცა გარჩევებში მიიღოთ მონაწილეობა. ანუ ეს ადამიანი შესაძლებელია იყოს ძალიან უტაქტოც, სამომავლოდ, ეჭვიანიც და აი ახსნა განმარტებების თქმისგანაც დაიღლებით და მე უკვე ძალიან გაცივდებით. მოკლედ, პირდაპირ რჩევა რომ გითხრათ, ამ ეტაპზე მაგისტრო არ არის მეორე ვარიანტო. მაქსიმუმად შეეცადე სხვა რაღაცებზე იფიქრო. აბა ნახოთ. ხო. რეალობას ამ ეტაპზე ვერ აღიქვა. დაფიქრდი, არ იჩქარო. სულ სხვანაირი ადამიანი ხარ რეალურად და სხვანაირი ენერგიებს ჩაგაყენებს ეს ადამიანი. ძალიან შეგცვლის, შეიძლება გაგაუხაშებს, გაგამკაცრებს, არ გაგხდის ბედნიერს, ასე რომ დავემშვიდობოთ. ვისაც ეცნო ეს ყველაფერი და მის თავი ამოიცნო, რა თქმა უნდა, მეორე ვარიანტში. ამავდროულად შეხედეთ რა ხდება, ეს ადამიანი ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია ძალიანაც მატყუარა იყოს, გატყუებდეთ და საერთოდ სხვა ცხოვრება გქონდეს, ყავდეს ან მეუღლე, ან გქონდეს ვინმესთან დიდხნიანი ურთიერთობა და რაღაცა პრობლემები შეიძლება გაგიჩნდეთ. აუცილებლად სამომავლოდ მაინც დასრულდება ეს ყველაფერი და დაზიანებული იქნებით და ასე რომ ჯობია მალევე გაწყვიტოთ. მადლობას გიხდით, ის მისმენდით. შეგიძლიათ კომენტარებში დამიწეროთ გაშლით იდეები, მე ვითვალისწინებ ხოლმე თქვენს შემოთავაზებებს. გემშვიდობებით, პოზიტიური ენერგია უნდა გამოგიგზავნოთ თქვენს, რა თქმა უნდა,
და მინდა გისურვოთ მზადყოფნა, წინასწარ გამძლეობა, აი ზედაც გელაპარაკეთ. აუცილებლად ამ ადამიანთან თუ არ გამოვა, სულ სხვა მხრივ გაგიმართლებთ. მადლობას გიხდით და დროებით.